გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხარხნო. აი ესეთი თოფი ჩამივარდა ხელში, ქვია ჯავსი, თურქულია PA12. აი ესეთი რამე. კალიბრი აქვს 12 და ესეთი არაღისთვის უცნაური ის არის, რომ აი შიგნიდან ჩოკები ეცვლება. რა ჩემთვის რა ვიცი, მარტო ცილინდრი უნდა იყოს იმდე ხლა. ამაზე ჩოკების შეცვლა რაში უნდა დასჭირდეთ, არ ვიცი, მაგრამ კაია რო ეცვლება, მშვენიერი. ხის ეს უხენია, გუშიანი თოფი, ანუ ხელით იტენება, კონდახიც ხისა აქვს. ხე კაკალი ხლა, ხეოფილი არ ვარ, მაგრამ ფერზე ხვდები რა. აი აქ ოღონდ რაღაცა მჭრელივით არის. აქ თითი რატო უნდა შეყოთ, არ ვიცი, მაგრამ თუ შეყოთ, ეს გიკმენს. ესე, მცველი უყენია ესე. აკა. ჭიჭი, აი ეს მთელი მილი არის. ჭიდი 4 ტყვია მიდის. ერთი შეგრეთ პირდაპირ რულის არხში ჩადოთ. ნუ ამით ეხლა მძიმე ტყვიებს შეიძლება გაუძლოს მეც ამაკ ესეთი იაფიღის 550 ლარიღის. ტარების უფლება გაქვთ. თუ ეხლა მონადირი არ ახარ და სახში ისეთი დროა ეხლა და გინდაც მაშინ და რომ მოვა ის დროც იქნება თოფი უნდა გქონდეთ სახში რა. აი ესეთი რაღაცა. და 550 არ არის ვაიმე და მაგას ვერ ვიშონდა რამე. ჯამთელობა ეხლა 550 ლარი მაინც ისეთი რაღაცა. ატარებთ, საკიდარი არა აქვს. რაღაცას მოუხერხებთ, შეგიძლიათ გახურტოთ, ეს ეხსნება. მეც ამაკ ესეთი რაღაცა, ოღონდ იმას ალტობელი ქვია. კაუჩუკის ტარი ქონდა და იმას ქონდა სამაგრი რა, რომ იარაღი ზედ დაგიკიდებინათ. გინახიათ რა ჩემი თოფი. მაგრამ ეს არის ძალიან ლამაზი, იმიტომ რომ ხის არ ვარ რაღაც უცხოენად გამოიყურებ რა. მოდი ამა გადავკენო და თვითონ ამაზე ვნახოთ რა. აი. ანუ მოდის მე ჩერდება და აღარ მოდის გამოწევთ რა პირდაპირ ისვის. რაც კაია. თუ ამას იყიდ ეხლა სანადიროდან ამე ამას ესე ვერ დაიჭერთ, იმიტომ თუ ესეთი რამე გადაწყვიტეთ და ცოტა მძიმე ტყვია მოგიყვეთ, მოხდება ჩუბში. ამიტომ მაგისთვის მზად უნდა იყოთ, რომ ესეთი რამე არ ახანთ, იმისთვის კი რომ შუბში მოხვდეთ. ზემოდან პიკატინის თამასა და რაღაც თამასა უყენია, სადაც შეგიძლიათ რომ პიკატინის თამას ამას მიამაგრო და მაგალითად ფარანი დააყენოთ. ზედა რაღაც მაგდაგვარი. შესახედავად პრეზენტაბელურია, სადაც კი რამე კუთხი აქვს, ყველაფერი ხელსა ჭრის, ტანსაცმელსაც გაჭრის. ამიტომ მაგის აი ახაც კი რა. აი რაღაც ცოტა ხო უნდა იყოს მომრგვალებული, არა აქვს. ალბათ გადაწყვიტეს ახანი აფიანი თოფია, მაგისთვის ყურადღება არ მიექციეთ. მაგრამ ნუ ეხლა რა ვიცი, იმ ფონზე როცა ერთი ცალი ხაჭაპური 8 ლარი გახდა, თოფი 550 ლარი არ არის რა ისეთი რაღაცა რა. უსაშვილო. ხო, თუ ამას გამოუწვევ და კონდას დაუყენთ, რაც მე უკვე ჩავიდინე, ხო, ამით უკვე დამიზნება შეგიძლიათ. თვითონ სამიზნე შეხედე ანუ ხე იკითხება, იმიტომ რომ თეთრი წერტილი აქვს და აი ეს შავია მთლიანად, ასე რომ არ იკარგება ნებისმიერ ლანდშაფტზე მიუშვირეთ, თან ის თეთრი ჩავ რაღაცაში ზის რა. ანუ გონიათ მე რომ მაგ თოფის კამერის უკანად გეხარ და მე შენ გიშვერ და რაღაც. ეგონოთ სურა, ეგონოთ. კაი. ხო, ნუ ყველა ვარიანტში რასაც მე ვაკეთებ, ეგ არ გაიმეოროთ, იმიტომ რომ მე პროფესიონალი ვარ და ვიცი რასაც ვაკეთებ. და მაინც ჯობია რომ არ ახნათ რა ეგეთი აბა. ქვემოდან იტენება. აი აქედან. ერთ წელ ტყვია შავდებ. 28 გრამიანი ტყვია არის, 10 ნომერი. ვესური ახლოდან. ეს არ არის რომ ჰაიდა ჰოიდა შორიდან სასწოლი არ არის, აი. გადავტენოთ და ვეცდები რომ გავვარდ ხნა ყველა ვარიანტში. აი ესე აი ანუ გვერდიდან დადექი, იქიდან დადექი. ანუ ნახეთ რა, უნდა ესროლოთ აი ეს. ესე ვერ ესვით. ესე კიდე ძალიან რთულია რაღაცის რომ მოვარწყათ, მაგრამ ცადოთ. გახსნილია ჭიდი ის რა ქვია, ცველიდან მოხსენი. მოდი აბა. ამას ნახეთ რა უყო რა. დედა უტირა ნახე რა კარგად მოხდა. ნუ ეხლა არ უმიზნები წარმოგე თეძუდან ვესწორე რაღაცა. კი ვფიქრობდი გუმაში გქონდა რომ აი მოხდოდა, მაგრამ აი კარგად მოხდა რა. პატარა ფართობზე
ესეთი გაშლა, გინდაც ესეთი წვრილი საფათით ექნება რაღაცა ძალიან დამაგდებელი, კინეტიკური ძალაბინტი ექნება და თუ მკერდში ნუ ღმერთმა დაიფაროს ვიღაცა ეს სოლა მოგიწევს, თუ მკერდში ესულეთ, ხო? მკერდიდან არ გავა რა, ამხელა მანძილზე რაღაც ეგეთ დიდ დაზიანებას მოუტანს. თავდაცვის იარაღია, თავდასხმის არა, აი ზუსტად რომ თავდაცვის იარაღია, მანქანაში გედოთ, ცხენზე გედოთ, რაღაც ესეთი ან ზურგთან ესე თუ კემპი რაღაცა სადმე დადიხართ, თოფის ტარება არ გინდათ, ზუსტად მაგ მიზნით ვიყიდე ეს მეც ესეთი თოფი რა, მაგრამ მომწონს ლამაზი არის, მაგრამ რაღაცები თუ ჭრის, ხო შეგიძლიათ მე ან გადააკლიბოთ, ან რაღაც არის სპეციალური ზუმფარები და მე მიხვიდე თავიდან დააფენოთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ გაოცდი, არ მინახია ბევრ თოფზე, რომ აი ეს ჩოკები ეცვლებოდეს. ეხლა ამასა ქონდა რამდენი? 4 ჭრილიანი ვისრულე. სხვადასხვა ჭრილების შორის შეიძლება კი არა და ეს ჭრილით რაც არის რა, ჩოკი თუ არ იცით რა არის, გეტყვით რა, შევიწროებებია. ანუ საფანტი რო გადის, რაც უფრო წვრილია, უფრო გვიანი შლება მე რა. ამაზე ლულის დამაგრძელებელი შეგიძლიათ რახან ხრახნიათ დაუყენოთ. აი ახლა ეს რამის გაჩვენებთ, ლულის დამაგრძელებელი მიდის ამაზე და მოდი აბა დავაღრძელოთ. ეს ამოვხრახოთ. ეს ამისი არ არის. აგისი. რა ადვილად წაიღო. ადვილად რება და. ამ ჩოქს ახლა მე მოვხსნი. და აი ეს ამ თოფის არ არის. ეს მეორე თოფიცა მაქვს მონტანილი, არ არის ამ თოფის. არა, წავით. ანუ ოჰო, არა, ბოლ გაბოლილი იყო და აი ესეთი რამე გახდა, აი თოფი. ნუ ახლა სულფასოვანი თოფი მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ამ ხელა მანძილი უკვე ხო ნახეთ რამ ხელა რაღაცა გამოგახდა ის პატარა თოფი. თან ყველაზე საინტერესოა ლულის დამაგრძელებელი შეგიძლიათ რომ ჩოკი გამოცვალოთ. აი აქ და დააყენოთ. ანუ ჩოკი დააყენოთ რა, ეგ არის ძალიან ესეთი უცნაური რაღაცა. ამაზე დაუყენეთ მე კონდახი, საკეციან ჩვეულებრივი კონდახი და ჩათვალეთ რომ თითქმის სულფასოვანი თოფი გაქვთ. ბევრს მოიგებთ ამითი რა, რომ 550 ლარი გადაიხადეთ და იყიდეთ აი ესეთი რაღაცა. ეს ცალკე იყიდება, ზოგს მოყვება ხოლმე, მაგრამ ცალკეც იყიდება, თუ ჩოკი მიდის თქვენ თოფზე, ხო? და გინდაც ესეთი თოფი არ იყოს, ხო? შეგიძლიათ ლულის დამაგრძელებელი იყიდოთ. აი ესეთი რაღაცაა. ეს გაბოლილი იყო და რაღაცა, აი ესეთი რამეა. და გახდა ისევ ესეთი პატარა თოჯინასავი და ლამაზი თოფი. აი ეგეთი. მე მომეწონა, სოლადეც ვისიამოვნე. ხა 50 გრამია და 35 გრამიას ნუ ისვრით, მაგრამ აი 30 გრამამდე, 32 გრამი, 35 კი ბატონო რა, მოგე მძიმე ტყვი არ უნდა ჩატოთ რა, რომ თუ მძიმე ტყვია ჩადებთ. თოფი კი გაუძლეს, მაგრამ უნდა გქონდეთ რა ხელი მოკიდებული, რომ რაღაცა ესეთი აგდებები აქვს. დანარჩენი რა ვიცი, რა გითხრათ. მე მომეწონა. ეს ამას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, იმიტომ რომ ეს არ არის ამ თოფის, მე პატრონემ რაღაცა მივაწებია. ქვია PA12. ჯავსი ქვია, ესეთი რაღაცა. 550 ლარი. 550 ლარიანი ჯავა, რომელსაც უყენდება ლულის დამაგრძელებელი. ამითი გამოგემშვიდობებით ამ თოფის განხილვა მორჩეთ, ვიცი ბევრს მოგწონდა. იყიდეთ რა გქონდეთ საში, რა იცი რა ხდება. ოჯახი ხრამე. კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. შენი